დავით ჯავანაძე კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენი პოზიცია გახარიას მისვლა არ მისვლასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაში პრინციპში წინასწარვე ცნობილია, მაგრამ აი იმ პირობებშიც კი თუ დავუშვათ ორშაბათს ჩვენ და მათ შორის თქვენს პოლიტიკური ოპოზიცია დაიკმაყოფილებთ ინტერესს რომელიც გახარიას მისამართით დღემდე არსებობს, რომ დაასახელოს 20 ივნისის დარბევის ბრძანების გამცემი. აი ამ შემთხვევაშიც კი არ მიგაჩნიათ, რომ არ უნდა მივიდეს და არ მიიღოს მონაწილეობა კომისიის გამოკითხვაში? კი ბატონო, ხო, ჩვენი პოზიცია პრინციპში ემთხვევა იმას, რაც წეგან ირაკლი თქვა, რომ არ ვაძლევთ ლეგიტიმაციას ამ კომისიას და ამ პარლამენტს იქ მისვლით და არ უწყობთ ხელს ოცნებას, ქართულ ოცნებას, რომ რაღაც გადაიტანოს ფოკუსი ხარ, რაღაც გამოგონილი და წარსულის თემებზე, რაც უკვე დიდი ხანია გავლილი გვაქვს და რაც უკვე ბევრჯერ ვნახეთ. რაც შეეხება გახარიას მისვლის საკითხს, ხო, ნუ ეს თავად უნდა გადაწყვიტოს ამ კაცმა და ამ პოლიტიკურმა პარტიამ. ჩვენი პოზიცია ვფიქრობთ, რომ არის სწორი და ამისგან განსხვავებული პოზიცია ვფიქრობთ, რომ არის მცდარი და ამას თავისი რისკები ახლავს, ისევე როგორც რაღაცა ლეგიტიმაციის კონტურების მიცემის პირობითად ამ პარლამენტის მუშაობის აგრეთვე საკვების მიცემის საფრთხეს არსებობს პროპაგანდისთვის, რომელსაც გამოიყენებს ქართული ოცნება სამწუხაროდ ვიცით, როგორც გამოიყენებს და რაც შეეხება იმას, რომ 20 ივნისზე ნათელი შეიძლება მოეფინოს საკითხს, ნუ იცი რა, ამის გაკეთება ისედაც შეუძლია მას. ამის ტრიბუნა მუდმივად აქვს, აქამდეც ჰქონდა და თუ რაიმეს თქმა უნდა, შეიძლება რომ ისედაც თქვას და ეს მე თუ მკითხავს თუ იქ რაიმე სკანდალური უნდა თქვას და თუ რაიმე ისეთი უნდა თქვას განსხვავებული, რაც აქამდე არ უთქვამს, ეს ნებისმიერ შემთხვევაში დააზიანებს ქართულ ოცნებას და ნებისმიერ შემთხვევაში რაღაცნაირად შეუბრუნებს იქეთ საკითხს პასუხგასაცემად და არ იქნება ეს მათთვის კომფორტული და იქ მისვლა თუ სჭირდება ესე ხა ოპოზიციას დააზიანებს იქ მისვლა არა მესმის მაგრამ იქ მისვლა დააზიანებს თუ არა ოპოზიციას არ ვიცი არსებული ფორმით კოორდინაციას და პოტენციურ ერთობას თუ კი საბოლოო პროცესების არ გონია რომ ესეთი დრამატული საკითხი იქნება თუ მივა გასაგებია რომ ნუ აქვე დასძენენ მე რაც ვიცი რომ ეს ლეგიტიმაციის მიცემის ჟესტი არ იქნება მათი მხრიდან და მივა უბრალოდ იმიტომ რომ თავისივე მოედანზე რაღაცეები ესე ვთქვათ ესაუბროს ყოფილი წევრი მათივე გუნდის და არ გონია რომ ეს ხა ლეგიტიმაციას მისცემს ისევე როგორც პირობითად ის რომ ჯერჯერობით საპარლამენტო მანდატები არ დაუთმიათ არ გონია რომ ამან ლეგიტიმაცია მისცა ქართულ ოცნებასთან რაიმენაირად გააძლიერა თუმცა საფრთხეებს და რისკებს შეიცავს რომ აი მოედანზე და იმ ტრულ გარემოში პროპაგანდის რაღაცა კამერების ქვეშ დაიხატოს ისეთი სურათი რომელიც არ იქნება საერთო საქმისთვის და საერთო ოპოზიციური სპექტრისთვის სახარბიელო რასაც მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს და 20 ივნისზე თუ რაიმეს თქმა უნდა მე მგონი რომ ისედაც შეუძლია და ამისთვის იქ მისვლა საჭირო არის გვარამე და მელიაც არიან დაბარებულები აც უკვე პროკურატურაში ვაშაძეც არის დაბარებული სხვა შორის ვაშაძე ამბობს რომ თუ ყველას დაგვიჭერენ ან ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ეს შესაძლებელია სასიკეთოთაც წაადგეს პოლიტიკურ პროცესს იმიტომ რომ უფრო დაშქარდება მაგალითად SWIFT-ის სისტემიდან საქართველოს გათიშვა და უფრო მეტი ზეწოლა წამოვა საერთაშორისო საზოგადოებიდან და შესაძლებელია ამანაც შეუწყოს ხელი რაღაცა არსებული პოლიტიკური პროცესის კიდევ უფრო მეტ რადიკალიზაციას აი ფიქრობთ რომ ეს შეიძლება სასიკეთოთაც წაადგეს ამ შემთხვევაში ბრძოლის აი ამ პროცესში ოპოზიციას. ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი ეგეთ განცხადებებთან რომ SWIFT-დან საქართველოს გათიშვას და აჩქარებს რაღაცნაირად რომელიმე პოლიტიკოსის დაჭერა, იმიტომ რომ ეს ცოტა უფრო ეს არ არის ქართული ოცნების ჩინოვნიკების დასანქცირება და დაზიანება, ეს არის მთლიანად ქვეყნის დაზიანება, რასაც წარმოგიდგენიათ რა მოხდება მთელი ოპოზიცია რომ ციხეში ჩაქვსვა ან დახმარება გაჩერდება ქვეყანა SWIFT-დან გაითიშება, ეკონომიკა ჩამოიქცევა, ისეთი ამბები დატრიალდება, მგონის ჯობს გააკეთონ კიდეც ისე დაიმსწროვენ თავს შეიძლება ვეღარც მოსულიერდეს. ხო, აი, ზუსტად მაგას ვამბობ, რომ ნუ გასაგებია რას გულისხმობს და გასაგებია რომ მას კეთილი მიზანი აქვს იმ ნაწილში, რომ თქვა ქართული ოცნების დამარცხების დაჩქარებაზე საუბრობს, თუმცა ეს SWIFT-დან ჩახსნა და მოსახლეობის დასანქცირება და რაღაცნაირად აქ ადამიანების ცხოვრების გაუარესება, მასში საუბარია იმაზე, რომ ჩინოვნიკები და ქართული ოცნების წარმომადგენლები უნდა დასანქცირდეს და გაგრძელდეს მათი სანქცირება, ცოტა უფრო ფრთხილად ვიქნებოდი ამ განცხადებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პროკურატურაში დაბარებას, ხო, ჯერჯერობით ზურაბ ჯაფარიძე
ამაზე და ნიკა გვარამი არის პროკურატურაში დაბარებული. ნიკა მელია ჯერჯერობით არ არის, მაგრამ სავარაუდოდ დაიბარებენ, იმიტომ რომ კომისიაზე მისვლას არც ის არ აპირებს. არც პროკურატურაში მისვლას არ აპირებს ჩვენი კოალიციის ლიდერები, ამაზე დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ არანაირი თანამშრომლობა, ასე ვთქვათ, აი ამ დასანქცირებულ არც ამ პროკურატურასთან, არც არალეგიტიმურ პარლამენტთან ჩვენი მხრიდან არ იქნება. რაც შეეხება შემდგომ პროცესებს, აი ვნახავთ როგორ განვითარდება, ეს იქნება რაღაცა სასამართლოში გირაოს შეფარდება თუ რა ზომას გამოიყენებენ ისინი, ეს ყველაფერი გამოჩნდება და ამის პარალელურად იქნება გადაწყვეტილება მიღებული გუნდში ისეთი, რომელიც ერთის მხრივ ლეგიტიმაციას არ მიცემს არც ერთ შემთხვევაში ქართული ოცნების აი ამ რაღაცა აქტიობებს და მათ რაღაცა ორგანოებს და უწყებებს, ხოლო მეორეს მხრივ იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც საერთო პროცესს და საერთო გუნდს წაადგება, ხო? ამასინათ ნიკა გვარამიამაც ახსნა ერთ ეთერში, რომ ეხა მოწადინებული იმაზე, რომ დაგვიჭირონ აუცილებლად არავინ არ არის. ისედაც საკმაოდ ესეთი საფრთხე ტრიალებს ყველა კრიტიკული ადამიანის გარშემო ამ ქვეყანაში. ამიტომ სიტუაციის და მიხედვით იქნება გონივრული გადაწყვეტილება მიღებული ისეთი, რომელიც იქნება ერთის მხრივ გუნდის და საერთო ინტერესების სასარგებლოდ, ხოლო მეორეს მხრივ ქართული ოცნების საწინააღმდეგო და მათ ლეგიტიმაციას რო არ მისცემს. ამაზეც მაყურებელი გაიგებს ან მალე ასე ვთქვათ, როგორც კი ეს გადაწყვეტილება. კი ბატონო. საუბარი არ მეიმე დღეზე. ოპოზიციამ ვერ შეძლო და რაღაცნაირად პოლიტიკური პროცესის სადავეებთან ვერ მოექცა. აი სულ მინდოდა კიდევ ერთხელ უბრალოდ და სულ ვეკითხები ხოლმე თქვენი კოალიციის წარმომადგენელს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმა აქვს თუ არა არ ვიცი პოტენციალი იმისა რას გიჩვენებთ ეს სამუშაო პროცესი რომ აი ეს მუხტი რომელიც ახლა ჭირდება შიდა პოლიტიკურ პროცესს სწორედ აი ამ პლატფორმამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შემატოს თუ მაგალითად ჯერ პირველ რიგში ისევ ის საკითხები არის გადასაწყვეტი რაც თქვენ როგორც ერთგვარი პირობა დააყენეთ გახარიას და ლელოს მისამართით. ხო, ნახეთ ამ პროცესში ყველა აქტორს აქვს თავისი როლი. სალომე ზურაბიშვილსაც, პოლიტიკურ პარტიებსაც, სამოქალაქო ჯგუფებსაც და რიგით აქტივისტებსაც. მე არ მგონია რომ რომელიმე ერთ ადგილას ან რომელიმე ერთი ადამიანის ან ჯგუფის გარშემო გადაწყდება რაღაც ისე ან რაღაცა ისეთი მუხტი გაღვივდება, რომელიც მთელი პროცესის გარდატეხას მოახდენს. ყველას თავისი როლია, განსაკუთრებით სალომე ზურაბიშვილიდან დავიწყებ. ხომ მას ის რომ საგარეო ფრონტზე დღიდან აი მარჩევნების ასე ვთქვათ გაყალბებისა და აი ამ პროტესტის დაწყებისა სალომე ზურაბიშვილის აქვს უბადლო წარმატება და მას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით პარტიების ეს ცხადია ეს ფაქტობრივი მოცემულობა და ეს პროცესი ისევ გრძელდება ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვიყავით მაგალითად ჩვენი კოალიცია სალომე ზურაბიშვილის ქარტიის ხელმომწერები და ბოლომდე მივყვებოდით ამ პრინციპებს და მივყვებით დღესაც როგორც ასე ვთქვათ ცვლილებების აი ამ რაღაც პაკეტს რომელიც ჩვენს ქვეყანას ჭირდება რაც შეეხება ხო აი ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხი ეს ბევრჯერ ხოჭი პატა ზაქარიაშვილი საუბრობდა რომ აი უგუნურება იქნება თუ ოპოზიცია არ მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას, იმიტომ რომ ძალიან დიდი შანსი აქვს ურთიერთ თანამშრომლობის საფუძველზე, შეთანხმების საფუძველზე არა ერთი, არამედ რამდენიმე ქალაქის მოგების. სრული პატივისცემის მიუხედავად სტუმრის მიმართ, რომელიც ახსენეთ, ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი მსჯელობა, იმიტომ რომ ბევრი ფაქტორია ჯერ ეს ერთი არსებული პოლიტიკური მოცემულობა აბსოლუტურად თქო წარმოუდგენელს ხდის, რომ როგორ შეიძლება ეხა ამ არჩევნების შესაძლებლობაზე ფიქრობდე, მაშინ, როდესაც ამდენი მოთხოვნა, ამდენი პოლიტიკური პატიმარი, რაღაცა ამხელა პროცესი მიმდინარეობს და ახლა ეს ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ და ლეგიტიმაცია მივცეთ იქამდე ყველაფერს რაც ქართულ მოსნებამ აკეთა და შევიდეთ არჩევნებში თითქოს არაფერი და სიტუაციის ნორმალიზაცია მოვახდინოთ. ნუ ეს პოლიტიკურადაც დაუშვებელია. გარდა ამისა, ცოტა დეტალებშიც შევალ, რომ ის რა კლიმატით შექმნა საარჩევნო ქართულ მოსნებამ და მათ შორის როგორც შეცვალა ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემა, შეუძლებელს ხდის აი მაგას, რასაც ბატონი პაატა ამბობდა. მათ შორის ხა თბილისის მოგებაზე რო არის საუბარი და დიდი ქალაქების ხა არ ჭირდებოდა ქართულ ოცნებას ეს არჩევნებზე რომ თბილისი მოეგო აუცილებლად და ქუთაისი მოეგო თუ დასჭირდება აი თავის манипуляციებით და მაქინაციებით თუ არაფერს არ დათმობს და ვერაფერს ვერ გამოვტაცებთ ისევე წარმატებით მოიგებს როგორც მთელი ქვეყანა მოიგო. გარდა ამისა ოპოზიციის როლზე ძალიან ისე ხო არის პრეტენზიები ოპოზიციასთან მიმართებაში, რაც აბსოლუტურად გასაგებია, იმიტომ რომ შესაძაც რაღაცა ამხელა პროცესია. თქვენ რით აპირებთ უპასუხობთ ამ პრეტენზიებს? გავიგეთ რომ პრეტენზიები არის. ოპოზიცია რით პასუხობს? კი, ოპოზიციას აქვს თავისი როლი ამ ყველაფერში. უპირველესად ოპოზიციის როლი არის სწორი მოლოდინების შექმნა ადამიანებისთვის, რომლებიც რა ვიცი, გვისმენენ ჩვენს პარტიას, სხვა პარტიებს და ვინც რაღაცნაირად ჩვენგან ელოდება რაღაცნაირად ახსნას ამ პოლიტიკურ პროცესს. ხო, სწორი მოლოდინების შექმნა არის. მათ შორის აი წეგან რევოლუციურ სცენებს ახსენებთ, ხა მანდაც ვიტყვი, რომ
ხო, არ ვიცი, მსგავსი რაღაცების დაანონსება, მაგალითად მე არ მგონია, რომ სწორი მოლოდინის შექმნა შეიძლება იყოს ამ მომენტში. არა იმიტომ, რომ ამ ქვეყანას არ ჭირდება მართლა რაღაცა ესეთი დიდი ცვლილებები და მასობრივი ცვლილებები, არამედ ეს ასე არ ხდება, როგორც ეს შეიძლება ეთერებში გაჟღერებულიყო თქვენს მიერ ხსენებული პოლიტიკოსების მიერ, ხო? ამას დაანონსება არ ჭირდება, ამას ჭირდება სწორი მოლოდინების შექმნა, სწორი ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის რა ხდება საგარეო ფრონტზე, რა ხდება ქვეყნის შიგნით. გარდა ამისა, ოპოზიციას თავისი როლი აქვს აი ამ პროტესტში, ხო? ეს იქ რო სცენა არ დგას და იქ რო პოლიტიკური ოპოზიციონერები არ გამოდიან, სიტყვით ეს არნიშნავს, რომ ისინი იქ არ დგანან, ან იქ ჩვენ არ ვდგავართ. პოლიტიკური პარტიის წევრები, ხო? აი მეც კი მაგალითად 10000 ლარის ჯარიმა მაქვს დაწერილი, მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ვდგავარ და შეიძლება კიდე დამემატოს. ხო, ალბათ ისე არის ირაკლის შემთხვევაში და ყველა შემთხვევაში, ანუ ეს აღარ არის ისე, რომ აი სცენაზე ჩანს ვიღაცა და ესე იგი იქ პარტია, იქ დგას პოლიტიკოსი ან ტელევიზორში ჩანს, ანუ ესეთი ისმი იყო და ამიტომაც ხო, ნუ აგრეთვე ერთსაც ვიტყვი, რომ რაც შეეხება ფრუსტრაციის ნაწილს, რომ ჩვენ ცოტა სხვანაირი პერსპექტივით უნდა შევხედოთ. ხო, 3 დღის წინ იყო ბრიტანეთის კიდე სანქცია 4 საკმაოდ მაღალჩინოსანი ქართული ოცნების წევრის მიმართ, ხო? 200-ზე მეტი პირი არის უკვე დასანქცირებული ქართული ოცნების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. ანუ ეს საერთოდ არ არის სახუმარო ამბავი და საერთოდ არ გვაგძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ პროტესტს წარმატება არ მოაქვს, ან პროტესტი დაღმავალია. აბსოლუტურად პირიქით. ის რომ ეხა ქუჩაში არ დგას ამ წუთას 100,000 ან 200,000 ადამიანი, ეგ ანიშნავს, რომ ხვალ რო საჭირო გახდეს, მაგდენ იქ არ დადგება. აი 31 მარტი იყო მაგის ინდიკატორი, რომ არაფერი არ ხდებოდა თქვა წინ დღეებში, არჩევნებ დღეებში და იქ რა ვიცი 50-70,000 ადამიანი იდგა. თუმცა ბევრი რამ მაინც იქნება დამოკიდებული პოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე, გულისხმობ ამ შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგსაც. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ირაკლი ფავლენიშვილი, დავით მჟავანაძე იყვნენ ჩვენთან ერთად. მოდი დავალოდოთ ორშაბათს. ორშაბათის მთავარი პოლიტიკური ინტრიგა არის მივა თუ არა გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის ხდომაზე. ყოველ შემთხვევაში ცოტა ხნის წინ მისმა თანაგუნდელმა ბერდიას იჭინავამ ასეთი რამ თქვა, რომ არ ვიცით არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება ჩათვალეთ 50-50-ზე, როდესაც ასეთი პროპორციულობა არსებობს, ასეთ პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, ალბათობაც საკმაოდ დიდია იმისა, რომ ეს სხდომა შედგეს. დავალოდოთ. ორშაბათამდე.